ამბასადორიალი 2015 დღე მეორე. დღეს სხვადასხვა პროფილის მინისტრები ხვდებიან ელჩებს. ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პრიორიტეტებზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. დიპლომატებს უკვე შეხვდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც, დღესვე ელჩები კულტურის მინისტრს მოუსმენენ. დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელობამ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თუ რა რეფორმები განხორციელდა კონკრეტულად სამართლებრივ სფეროში, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ასევე სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ეს ინფორმაცია ქმნის საქართველოს პოზიტიურ იმიჯს. Დაგვჭირდება საელჩოების ხელშეწყობა, ელჩების უშუალო ჩართულობა ამ თემებში. ჩვენ ყველა მიმართულებას უშუალოდ წარუდგენთ, რათა დეტალურად განვიხილოთ, ასევე ჩვენ მოტანილი გვაქვს და დავარიგეთ 21 პრიორიტეტული პროდუქტი, რომელიც გახლავთ როგორც თვითუზრუნველყოფის კუთხით, ისე ექსპორტის პოტენციალის მატარებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტული მიმართულებები დავიწყოთ უკვე კონკრეტული პროექტები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამბასადორიალის ერთ-ერთი ამოცანა არის ძალმილების კოორდინაცია, კონკრეტული აქცენტების კოორდინაცია ამ ძალმილებში და იმ პოლიტიკაში, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ ჩემი მათთან დღევანდელი საუბრის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მაქსიმალური კოორდინაცია გქონდეს ყველა საელჩოსთან, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოებთან, ნებისმიერ თემაზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში ხდება ხოლმე აქტუალური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩებმა რა რეფორმებიც ტარდება სამართლებრივ სფეროში ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ და მიიტანონ ეს ინფორმაცია იმ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებამდე, სადაც თვითონ საქმიანობენ.